საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური ток-შოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოფლიო პოპკულტურა. ნაინო და საბა ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ. შემძაღლე ჯუჯუებს ილოკავს. ძალიან unfortunate რაკურსი. რას მაყურებ? ხოდა დიდი ხანი არ გვისაუბრია, დიდი ხანი არ გვიტრანზიტია. პატარა იმას გავაკეთებ შესავალებს, სანამ გადავალთ საუბრებზე. პირველი ის რომ უთლოცავთ ბარბარას, პატარა გოგონას დაბადებას და გავუშვით დეკრეტულში და ვნახოთ როდის დაგვიბრუნდება იმაზე დამოკიდებული როგორ იძინებს ბავშვი. მანამდე ჩვენ შევავსებთ სივრცეს ჩვენ ტრანზიტული ეპიზოდებით, იმიტომ რომ არც ერთი ორსულად არ ვართ. და წინა ეპიზოდში ვისაც არ გინახავთ, რომელიც ბარბარასთან ერთად ჩაიწერა, იმას ბოლო დიდი ხოლმე 2-3 კვირაში უნდა გაეჩინა ბავშვი და მაგერა 2-3 დღეში გააჩინა მე მგონი. ხოდა იქ ლაპარაკობს რა ბოლო დინები აქვს მეორე ბავშვთან ერთად ცხოვრება როგორ იქნება, დაბრუნდება, მერე მოგვიყვება იმედია როგორი აღმოჩნდა ეს ყველაფერი. Yes, მართალი ხარ კი. და გამოგვეხმაურან იმ ეპიზოდზე, მაგრამ აქ არ გავაჟღერებ იმ გახმაურებს. Yes. ის მერე იქნება, მაგრამ შეგიძლიათ მივხვდეთ ვიდეო ნახოთ და მასქნათ. ხო და სხვა რა და ჩვენი წინა ეპიზოდზე გამოგვეხმაურა მსმენელი და დავურთავთ ბოლოში მის voice საინტერესო ქვიშაზე გველაპარაკა და მოგვიყვა და ყველაფერი აგვიხსნა. მეცნიერულად რატომ არ ვარგა საჰარას ქვიშა. ამიტომ საკმაოდ საჭირო როტო საკითხებს ვეხებით თურმე ამ ჩვენს მაშინ რა ქვია ეპიზოდებში. ასე მინდა შეგახსენოთ, რომ უმეტესობას YouTube-ზე არ ყავართ გამოწერილი და გამოგვიწერეთ. ასევე Spotify-ზეც ვინც გვისმენთ, იმიტომ რომ Apple Podcast-ზე სულ 3 ადამიანი გვისმენს, მე მგონი რომ უყურებ სტატისტიკას და it's okay. მაგრამ Spotify-ზე ვინც გვისმენთ, გამოგვიწერეთ ასევე, რომ უფრო მეტ ადამიანსაც მიწუდეს და თქვენც უფრო ისე აქტიურად ამოგიგდოთ ჩვენი ახალი ეპიზოდები, იმიტომ რომ ესე მოულოდნელად ვირთავთ ხოლმე რა, ძალიან სპონტანური საზოგადოება ვართ. და დანჩენ რა ვიცი, გამოგვეხმაურეთ, შეაფასეთ და გვალაიქეთ ეპიზოდებიც, თვითონ პოდკასტიც ყველგან სადაც შეფასებადია და გაზიარებადია, ძალიან მოხარულები ვართ, როდესაც იმატებს თქვენი ჩართულობა. და განსაკუთრებით კომენტარები ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მე გვეხმიანებიან ხოლმე და ვაჟღერებთ და ამაზე ვლაპარაკობთ. ხო და იცი რა? მოდი წავიკითხავ ახლა იმებს. წინა ეპიზოდის გახსნი მე მაშინ გავამატებ რომ ეს ლაიქი და კომენტი და ასე შემდგარ subscription-ი ალგორითმს არ ნახავს იმას რომ კარგი კონტენტი არის და სხვა ადამიანებსაც აჩვენებს ამ ყველაფერს და მაგაში მოხარული ვიქნებით. დიახ. მოიცა ახლა ვნახო. ესე იგი ხო, ლეოსკეპი არისო ეგ ტიპიო, გეი მაფიოზებზე რომ სალაპარაკობდით და გეი არ და მაფიათანო და we need more people like him-ო გამოგვეხმაურა ერთ-ერთი მსმენელი და მეორე მსმენელი იყო რომ საბასავით მეც ვუზივარ Global News და CK3-საც ვთამაშობო. მართალია საჰარის ქვიშა არ ვარგაო, არ ზღვის ოკეანისო, მდინარის არის კარგიო, თუ რამტომ შემიძლია მეცნიერულ ფაქტებით ავუხსნაო. აქ ლიმიტი არ მეყოფაო და ამიტომ voice-ად ვთხოვე რომ გამოეგზავნა და გამოგვიგზავნა და დაგირთოთ ძალიან ის იყო. ძალიან აკადემიურად და პოდკასტურად ქონდა მოყოლილი მსმენელს ამის შესახებ. ესეც ასე. და ერთი კიდე ენაუნსმენტი რომ ბრეკეტები მოვიხსენი. Ui, nice, cool. ეს არის
ყველაფერი რაც მინდოდა რომ მეთქვა ამ უგრძელის შესავალში. Okay. მიდი, ახლა საბა შენ გითხარი. რა ხდება? ახალი თემა ახალი დავიწყოთ უკვე ეპიზოდი ამ ჯიმების. დავიწყოთ, არ ვიცი, სხვა ყველაფერთან, რიკეპთან დაკავშირებთან, სხვა ყველაფერთან კომენტარი თუ არ გაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ. არა, არაფერი. მე მგონი ყველაფერი. რაღაცებს კი ჩავინიშნე, ამ სანამ შენ ილაპარაკებ, მე კიდე ჩავხედო, რომ მე რა ჩავინიშნე. Okay, ხო, მოკლედ მე აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო. შენი ხმა აღარ ისმის და მე არ მესმის? არ ვიცი. მეცადა? კი. კემბრალი. ეხლა მესმის ერთი წამი კი. გაჭირს ხოლმე ამ მე მგონი ეს ყურსას მენი არ უყვარს იმას. მაგრამ ისევ და ისევ თმა მქონდა ცუდად და ამით შევნიღბებ. Okay, ესე იგი, ძალიან შორიდან უნდა დავიწყო და სხვა თემასთან აღმოჩნები ბოლოს და პრინციპში ორად შეგვიძლია გავუყვათ ეს თემა. ხო და მოკლედ ესეთი წინა კვირას თუ უფრო ადრე არ ვიცი, მოკლედ ბოლო ეპიზოდი რომ ჩავწერეთ, მაგის მერე დავიწყე მარკ ტვენის კითხვა ტომ სოიერის, რა ინგლისურად არ გქონდა დაკითხული და მეთქი მოდი ბარემ წავიკითხოთ, ხო ეხლა არაფერს არ ვკითხულობდი თან და მივედი იმ თავზე, სადაც აღწერს ომი რაღაც დეპრესიაში არის, იმიტომ რომ მის შეყვარებული ცუდად არის და ამის ცუდ ხასიათზე რახან არის დეი და პოლიც ძალიან შეშფოთებულია და იქ ამ თავში რო იწყება აღწერს ამ ქალს როგორ ის რა ქვია ახალ-ახალი სამედიცინო ჟურნალები და მეთოდები და რაღაცეებზე არის გადამკვდარი რა ეს ქალი და იქ ძალიან ირონიულად აღწერს იმას რომ აი გაზეთებშიო და პერიოდიკაშიო და იმებში სუისი წერებაო რომ რა დავლიოთო როგორ ვივარჯიშოთო სუფთა ჰაერი როგორი ის არისო და მაგაზე ვფიქრობდი რომ მეთქი რომ ზუსტად იგივე რაღაცაზე წუწუნებენ დღევანდელი იდეაში კომიკებიც ხო და აი თქვათ როცა ვიღაცებზე health ტიპებზე ვხუმრობთ რა ან რაღაც ფიტნესებზე და ინფლუენსერებზე და რაღაცაზე მაშინაც იგივე პონტები იყო და თურმე მარკ ტვენიც მაგაზე გადაობს რომ ვიღაცა გადამკვდარი არის რომ აბა როგორ გავისეირნოს დღეში რამდენჯერ და რაღაცა ეგეთი პონტები რა ხო და განსადი საკვები და დიეტა. ხო, ზუსტად, აი რა ვჭამოთ და ისე უწერია თან როგორც აღმოჩნდა ინგლისურად რომ ძალიან თანამედროვე ინგლისურ ენაზე წერია. არ ვიცოდი რაღაცა ბოლოდი მქონდა ცოტა არქაული იქნებოდა რატომღაც და აი ამაზე ვკითხულობდა თან ეს რაღაცა ძალიან რასტობელი აღმოჩნდა უცებ რომ ეს ამას რა რილებშიც უნახულობ ამას თურმე ესეთი და მე მაგაზე ვფიქრობდი რაღაცა ემპათიაც შეიძლება უფრო მეტი და დავფიქრდი მაგაზე რომ იქნება ემპათია უნდა გქონდეს უფრო მეტი ერთმანეთის მიმართ იმიტომ რომ აი სულ იმაზეა წუწუნი და ამ თაობამ და ეხლა შემოვიდა ეს ავოკადო ტოსტები და თურმე ამ დროს მაშინაც ეგ თემა იყო და maybe like chill out მაგ თემაზე judgment-ი რა მაგას ვფიქრობდი ზოგადად ანუ ბევრი რაღაცებია რაზეც შენ თავსაც ჩავფიქრდები რომ სისულელე არის ან აი ამაზე ტვინი არ უნდა მოტყნ ან ამასთან დაკავშირ აი let people live შეიძლება ბევრი მასში აღმოაჩინო ეგ ნაწილი რა და ძალიან სასაცილოა მე რო ვიძახი ამას იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ხალხის განსჯა ჯაჯინგი სხვა არის განსჯა სხვა არავის არ განსჯა თვით რეფლექსია one way რა ემპათიის ნაწილში რომ იქნებ like maybe ცოტა ისე უნდა ვქნათ რა ქვია და ისა მაგაზე ვფიქრობდი ხო და ხო მაგრამ იცი რა არის ანუ მეორე მხრივ ეს არის რომ მე ეგ ჯაჯინგი მიყვარს უფრო იუმორისტულ ნაწილში რა. ხო, იუმორისტულად მოსულა, ოღონდ აი პროსტა ხალხი ხანდახან ცოტა ხო, მაგითი შეწუხებული რო ხარ ხო, ანუ ყველაფერი რითიც შეწუხებული ხარ და შენ ცხოვრებას არ ეხება პრობლემა არის შენი და არა იმ ადამიანების ვინც ამას აკეთებს.
ხო, მართალი ხარ, იმიტომ რომ აი რაღაცებზეც, ისეთ რაღაცებზე რა, იგივე ასტროლოგიაზე ჩაჭერა, ან აი ამ თუნდაც კი ბატონო, ხო. ან აი ეს ისინი კრისტალები რო არის ხა რაღაც ყველს რო ევასება. ანუ მესმის, რატომ შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ანუ არავის არ ვნებს რა, ანუ ის რომ ფსევდომეცნიერებაა. მე მგონი რომ არავის არაფერს არ ვნებს. არ გამიგია რომ ეხა აი როგორც რა ვიცი რაღაც სხვა ფსევდო სამედიცინო ისინი რაღაც თეორიები როგორც ის არის რა ქვია მაგას ცხენების გენეტიკის თემა რო იყო და ტელე რაღაცა ქვია უდებილოსობა და ქალების დისკრიმინაცია არის სინამდვილეში ტელეგონია ანუ ეგ სხვა არის რა კონკრეტულად რაღაცნაირად სქესზე მიმულია და ანუ სხვისი სექსუალური ცხოვრების კონტროლის მცდელობა არის და ასტროლოგიის შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანი არის ამით დაინტერესებული, არაფერს არ განსაზღვრავს და ადისკრიმინირებს და უბრალოდ გასართობი არის რა, უფრო მეტად ვიდრე რამე სხვა, ანუ მაგითი რაღაცნაირად მის damaged ადამიანები ანუ მენტალურიც გარდა რაღაცა მოკლედ ფიზიკური საფრთხე ან რაღაცა არ შეუქმნია მე მგონია რა მაყველა არა და ხო და თან ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ თქვა რაღაცა ჯაჯმენტი და შეფუცხუნება და ვითომ რაღაც ისეთი თაფლავის ამბავში უნდა უთხრა რაღაცა ვიღაცა შეიძლება თქვას რომ აი რაღაც თუ თავისი პერსონალიტის ნაწილი აქვს თემა აქცეული, მაგრამ მეორეს მხრივ რომ მიტრიალდე, ანუ ვინც ამას ჯაჯავს, იმას სხვა რაღაცა აქვს თავისი პერსონალიტის ნაწილი აქცევი რა, ან რავი, ესა რა ქვია, ოფისიად ნადახის 700-ჯერ. ანის ყველაფერი რომ ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს და რაღაცას ანუ ყველაზე ალოგიკური და ემოციური და პროცესი გაქვს შენც და არასტაბილური ხალხი ხო კი თან ანუ რაც არ უნდა your thing იყოს ანუ უბრალოდ ის რომ შენ აჰეითებ ფსევდომეცნიერება რო არის და ეგ არ გევასება იმიტომ რომ ვიღაცები you're too cool და პლუს კიდე ნუ ვიღაცები მერე ცდილობენ რომ ეს შემოგაჩეჩონ როგორც მეცნიერება და რაღაცა გასაგებია რა შეიძლება გვეწყინოს მან მაგრამ სხვა ადამიანები ვისაც სხვა რაღაცები აქვს თავის პერსონალიტით გადაქცეული რაც ასევე შეიძლება annoying-ი იყოს როგორც რაღაცა ფსევდოინტელექტუალიზმი ან ნებისმიერ სხვა რაღაცა ეგეც annoying არის ანუ მარტო ის რომ იმას რაღაც წიგნების კითხვა აქვს მაგალითად და წიგნების კითხვა რო კაი ტიპობა არ ნიშნავს რომ მაგისგან ნაკლებად annoying არის ეს ადამიანი ანუ ესეთი დასკვნა გამოვიტანე ახლა იბანონო კი მართალია აუ ხო და მარკ ტვენზე იცი რა გამახსენდა ნამსინ ვფიქრობდი რომ საბას უნდა მოვუყვეთ ხო და მე ვფიქრობდი რომ რასთან ანუ პოდკასტში რასთან კავშირში უნდა მოვუყვეთ ხო და დაემთხვა ძალიან მეყვარს ეს მარკ ტვენის პრიზის გადაცემ ის რა მაგის ცერემონიალები და ეხლა კონანს ერგო და ძალიან კარგი ის იყო თუ არ გინახავს ხო კი და კონანის გამოსვლა ძალიან კაი იყო და მარკ ტვენზეც ძალიან ბევრი გავიგე სხვათა შორის კონანის ბოლო სპიჩიდან იმიტომ რომ მანამდე რაღაცნაირად ანუ მაგდენი რაღაცები არ ვიცოდი და ძალიან პროგრესული და ისეთი ადამიანი ყოფილა ანუ რაღაც განსაკუთრებული წვლილი შეუტანია ამერიკულ ლიტერატურაში თუნემ ხო და მე არ ვიცნობდი მის არ ვიცნობ რა იდეაში ესე ვიტყვი მის შემოქმედებას კარგად იმიტომ რომ ადრე მაგ ნუ ბავშვობაში ხო იცი ტომ სოიერს და ჰეკ ხო ძალიან ტომ სოიერს და ჯერ ერთი მაშინ მე რაც მახსოვს რა ხო არაფერი არ მახსოვს მაშინდელი წაკითხულისგან, მაგრამ რაც მახსოვს ის იყო, რომ ეს წიგნი იყო უბრალოდ ვიღაცა ბიჭის თავგადასავალი რა.
და ეხლა რო კითხულობ და აი ეს კულტურული და მენტალიტეტის და ისტორიული კონტექსტი რო იცი, ვაფშე სხვანაირად იკითხება რა. აი საერთოდ სხვანაირად იკითხება და პერსონაჟები რას ამბობენ თავის გარემოზე და სხვა ადამიანებზე საერთოდ სხვანაირად აღიქმება და ეგ კიდე ცალკე ძალიან მოაქვს, ანუ იმენა რაღაც სხვანაირი ისა რა ხო და ეგ თან ორიგინალშიც ალბათ უფრო რაღაც ხო და მაგ პონჩი ძალიან ისა ეხა ვაპირებ რომ რაღაცები წავიკითხო მაგისი, იმიტომ რომ თან აქვე ჩემთან ახლოს არის ის ქალაქი, რომელშიც დაკრძალული არის. და ისა მე შეიძლება საფლავზეც გავიარო, ამდენი ხანი აქვს ცხოვრობ და ჯერ არ ყოფილ ვარ და მე აი ავიკითხავ ყველაფერს მე მივალ იქ და მოკლედ მეორე თემაზეც ისა რა ქვია გადავალ და მე ვილაპარაკოთ კომედიზე თუ გინდა, იმიტომ რომ კაკრას მოკლედ მე დამაინტერესა ეგეთი ისა რომ მაშინ რა გაზეთები გამოდიოდა, რომელის გამოსაც დასცინოდა რა, მოკლედ Day და Police იმაზე და მე ვიფიქრე რომ და დავგუგლე ეს და მე ვიფიქრე რომ მეთქი მამეთ მოდი ქართულ გაზეთებს ვნახავ, მეთქი მაშინდელს თქო მაგდროინდელს ერდნენ ჯანმრთელობას როგორ გაუფრთხილდეთ და როგორ მოვიქცეთ თქო და შევედი იმაზე URL-ზე, რომელიც არის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული პროექტია, ძალიან მაგარი, სადაც ყველაფერი არის ქართული ძველი გაზეთები აწურთული და რა მაგარია, გარუცოდე. ხო, და მაგას უზივარ ხოლმე და ხანდახან ისეთ კაი რაღაცებს ვიპოვი ხოლმე ძალიან შემთხვევით და ძალიან არ ვიცი, აი რენდომლი ამოვირჩიე დროება 1870 წლის 8 იანვარი რა და მეთქი აქედან გავყვები და ვნახავ თუ სადმეა რაღაცა ის სეირნობაზე ან სუფთა ჰაერზე გადიდიეტა და რაღაც ეგეთები რას წერდნენ ქართული გაზეთები მაშინ და საერთოდ სხვა რაღაცა ვიპოვე რომელიც მაგრად გამისწორდა იმიტომ რომ თან იმას ასახავს რომ ზუსტ მაშინ როგორ რა ტიპებიც ვიყავით ქართველები და ზოგადად ხალხი ეხაც ეგ თემები არის ჩვენთან და საზოგადოებრივის მხრიდანაც და პროფესიულადაც ჟურნალისტიკის მხრიდანაც აი ძალიან მაგარი რაღაცა ვიპოვე ძალიან შემთხვევით. მოკლედ კორესპონდენტი ზუგდიდიდან გვატყობინებს რომ ზუგდიდში და სამეგრელოში გავრცელებული არის თორე რომ 1870 წელს იქნება მეორედ მოსვლა. ხო და ამას გადაუწყვეტია რომ გამოეძიებინა ფაქტ ჩეკინგი და ჟურნალისტური გამოძიება გააკეთა და გადაწყვეტა რომ გამოეძიებინა საიდან წამოვიდა ეს ჭორი და უპოვია რომ მოკლედ ძველ გაზეთ ცისკარში რედაქტორი კერესელიძე წერდა რომ ნუგვეშინიაო იმისიო რა მეორედ მოსვლისო, იმიტომ რომ თუ ღმერთმა აქამდე დაგვინდო, მაგას აწიო ერთ ჩვენო, ერთ ჩვენი შვილიშვილები და ერთ შვილთა შვილები მოესწრებიანო. ხო და ეს ნაწერიო უფალი კერესელიძისო ეს ჟურნალისტი წერს. ხალხმა არ იქვაო როგორც წინასწარმეტყველებაო, რომ მეორედ მოსვლა უნდა იყოს. და ძალიან გთხოვთო რომ უთხარითო ყველასო ვისთანაც ხმა მიგწდებათო რომ თუ ამის ჯერათ და ეს ამბავი მიუვიდათო სინამდვილეში ცისკარის ბოლო უძველი ნომრიდან არის გავრცელებულიო. ანუ ტიპმა მთელი ფაქტ ჩეკინგი გააკეთა და მაგრად გამისწორდა მთელი ეს ამბავი რა ანუ რომ მაშინაც მაგ თემებზე იყო ხალხი ჩარციკლული და ვიღაც ჟურნალისტები ცდილობენ რომ ეთქვათ რომ ხალხო არა ეს არის მეორე მოსვლა. ვა ნეტა მაშინდელი დეზინფორმატორების შესახებ თუ არის ადმე ინფორმაცია და პროპაგანდა. აი გამახსენდა ხო ეგეც უნდა მეთქვა რომ ერთი ადრე ვნახე ძალიან შემთხვევით ეგრე გადავაწყდი ასევე დროებაში არის გამოქვეყნებული რაღაცა ეს იმენა ფაქტ ჩეკინგი არის რასაც ქვია რა ტიპი წერს რომ თბილისშიო გავრცელებული არისო ჭორი რომ თურქეთშიო სომხების ერთ-ერთ სოფელშიო რაღაცა შიმშილი იყო და მაგის გამო იქო თავიანთი ბავშვები შეჭამესო ჩვენო გადავამოწმეთო
ტრაპზონის კორესპონდენტთანაც ვილაპარაკეთ მაგ თემაზეო და ტყუილი არისო. They're eating the cats, the dogs. ზუსტად ილელა. მაშინ დელმა ჩვენიანმა ტრამპმა თქვა ალბათ რაღაცა, რომ მან დეგენი ბავშვებს ჭამენ. ანუ ხო, არაფერი, აი იდეაში კაცობრიობას სპირალზე მოძრაობს. ეს ანუ რაღაცები ვითარდება ოღონდ ერთი და იგივე წრეზე. ძალიან ეს არის. რაღაცნაირი ამამშვიდებელის არ არის, არ ვიცი, რაღაც ანუ არც მეწყინა ეხა ეგ რო გავიაზრე. ნუ მანამდე თქონდა გააზრებული, მაგრამ რაღაცნაირად ეხა კიდე უფრო დიდ პერსპექტივაში დავინახე. მაგრამ თან ცოტა ამშვიდებს დავით, რომ რავი, ანუ ერთი, ანუ ეს არის რა. ესა ადამიანობა. ის არის კარგი ის არის რა ქვია აზრი არის კი არა და შეკითხვა თუ საკითხი რაც წამოჭერი, იმიტომ რომ სხვათა შორის მაგ პონტში ვფიქრობდი ადრე როგორ რაღაცაზე, იცი რომ ჩვენი ორგანიზმი იდეაში რაღაცნაირად შოკში რო არის და რაღაც რო გვემართება ბევრი დაავადება და რაღაცა ძალიან ნორმალური მოვლენა არის, ნორმალურია მოსალოდნელი იმ მხრივ, რომ წარმოიდგინე, ანუ რაღაც პრეინდუსტრიალ ერამდე ხო სხვა გარემოში ცხოვრობდა, ანუ ადამიანის ბიოლოგია რა. ხო და უცებ რაღაც ბოლო 100 წელიწადში ეს გამონაბოლქვები, რაღაც processed food-ი ესენი ყველაფერი, რაღაც იდეაში არ ჩვენი როგორც ესე იგი ცხოველის ორგანიზმისთვის ხო არის ვინმე ბიოლოგი და ნუტრიციონისტი თუ გვისმენს იქნება კარგი იქნება რომ აი ეს რაღაცა რეაქცია რომელიც შეიძლება ჩვენს სხეულს აქვს იმაზე რომ ესეთი რაღაცა ხდება შეიცვალა ყველაფერი გარემოც და რაღაცა რამდენად არის ადაპტირებული და თან ეგეც აი მენტალურადაც ეგეც საინტერესო თემაა რა, იმიტომ რომ ხანდახან რაღაცა ცუდი რო ხდება ხოლმე, აი რაღაც დაპყრობითი ომი რო იწყება რა, ჩემთვის დაპყრობითი ომი მაინც რაღაცნაირად ასოცირდება შუა საუკუნეებში რო იმპერიისმში ის უნდა ვიღაცას და რო ყოფილიყო მეფე და რაღაცა და იგე და აქ ეხა ესა ამიტომ პოლიტიკურადაც შეფასებებს რო უკეთებენ ხოლმე მაგ თემას ეგეთი პონტი არის ხოლმე რომ აი რაღაც შუა საუკუნეებრივი დაპყრობითი ომი დაიწყო პუტინმა და რაღაცა და იქნება იქო არც ისედაც რა ხო ანუ nothing changed ხო მან ის არის ალბათ ხო აი ეს ყველაფერი უფრო სწრაფად განვითარდა ვიდრე ჩვენი ორგანიზმი ადაპტირდა ანუ processed food ანუ საჭმელის ინდუსტრიაში რაღაცები უფრო მალე განვითარდა ვიდრე შეიძლება რომ ჩვენი ორგანიზმი ალბათ მიეჩვიოს რაღაცებს და სხვანაირად გადაამუშაოს ან არ ვიცი ხა ოდესმე ეს ჯანსაღი თუ იქნება ჩვენი ორგანიზმისთვის და რაღაც მისი სუპერ მზა ძალიან დაპროცესებულ მატრიცაში რომ რაღაც იმებს ჭამენ ხოლმე რაღაცნაირ საჭმელი რო აქვს ანუ ეგ თუ საკმარისი იქნება თუ არა ეგ დაჟე პროცესი არ არის მაგრამ რაღაც მოკლედ ამ სხვანაირი საჭმლის ათვისებას და მიჩვევას რამდენი ხანი ჭირდება ორგანიზმისთვის არ ვიცი რომ ადაპტირდეს და გადაეწყოს და თაობები ალბათ ძალიან დიდი ხანი დაჭირდება მაგ ყველაფერს ხო და ის უფრო მალე განვითარდა ვიდრე ჩვენი ორგანიზმები დაეწია ხო იგივე რაღაცა გამონაბოლქვთან ბრძოლას ანუ იქნებ მანამდე რაღაც ლაყუჩები გაგვეზარდოს ხო ანუ ლაყუჩები რაღაცა დიდხანს გვეზდება ვიდრე გამონაბოლქვისგან გათავისუფლებას იმას შევძლებთ ხო და აი ეგეთი რაღაცები ზუსტად აი კარგი ის არის რაც თქვი რომ იმიტომ თქვა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ თქვა რაღაც ვიტამინები, წამლები და რაღაცეები, ვაქცინები და ესენი რამაც გაახანგრძლივა ადამიანის ზოგადად ჯანმრთელობა და ასე შემდეგ ეგენი გამოიგონეს და მაგაში წინ ვარ წასულები, მაგრამ აი გამონაბოლქვით დაავადებულ ფილტვებს ვერ ვშველით ვერაფერს. ჯერჯერობით რა. ხო და
შესაბამისად თვითონ ორგანიზმი ვერ ებრძვის მაგ ან ორგანიზმი არ არის მაგას მიჩვეული და იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმს ვერ დავაჩქარებთ მის ევოლუციას. თუმცა რა ვიცი, იქნებ. ხო და წაღან იმას ვიძახდი რომ უფრო სწორად ლაყუჩები უფრო დიდი ხანი გაგვეზდება ვიდრე ეს გვავნებს ის გამონაბოლქვი. ან მანამდე შეიძლება უკვე რაღაც გამონაბოლქვი ვისწავლოთ როგორ ვმართოთ, მაგრამ მე იმაზე მეფიქრება ბოლო პერიოდში სულ რომ ერთი ძალიან ის არის კაი ტიპი კომიკოსი არის რომელიც TikTok-ებს წერს ხოლმე და რაღაცა ფაქტებზე ყვება რა. და რაღაც ესეთი not so fun facts თუ რაღაცა ქვია ხოლმე და რაღაცებს ყვება ძალიან ფაქტობ. და ყვებოდა იმ ტიპზე რომელმაც აეროზოლი გამოიგონა, რომელმაც სკინაღამ დაგვიშალა ოზონის შრე და მერე კიდე რაღაცა გამოიგონა ამ ტიპმა. და რომ აი ეს ერთი ადამიანი რო დაბადებულიყო, ან რამე სხვა პროფესია რო აერჩია, რომ დედამიწას დედა არ მოეთხნებოდა. ხო და ანუ მაგაზე ვფიქრობ ხოლმე რომ ალბათ აი ის არისო რომ ეხლა უფრო ჰუმანურები ვართ თუ მოკლედ იმაზე ვფიქრობდი რომ აი მაშინ მაგალითად რაღაც 50 წელს წინ თუ როდის იყო რომ გამოიგონა ეს მაშინ არ და ეხლა რო ყოფილიყო ეს იგივე ადამიანი უფრო მეტად გონება გახსნილი ალბათ არ იქნებოდა იმიტომ რომ ანუ მის პიროვნებაში არაფერი არ შეიცვლა, ანუ გარემოს არ შეუცვლია, და გარემო არ შეცვლიდა მე მგონი ამ ადამიანს რა, ანუ ვიღაცების შემთხვევაში awareness-ი მუშაობს და უფრო შეიძლება რაღაც მეტი ცოდნა გვაქვს და იზიარებ, მაგრამ როცა უკვე მეცნიერი ხარ, რომელმაც ეგ გამოიგონე და პლუს ჩვენებებზე არ იფიქრე. ესე იგი უფრო რაღაც ბოროტმოქმედი ვილენი ხარ მაგ ისტორიაში. ხო, აი ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ რამდენად შეიძლება და მაგას ქონოდა ეგ მოლოდინები, რამდენად იქნებოდა მაგის ექსპერიმენტის საშუალება, ეგ არ ვიცი. მაგრამ შეიძლება რაღაცა არ იცოდა და მაგიტო გააკეთა, მაგრამ რაღაც აი ისე მოკლედ ისე მოყვა იმან, ეხლა არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მგონი ისეთი სულელი არისო, რომ ვერ მიხვდარიყო, რასაც ანუ ან მინიმუმ რო გამოიგონა ეს და კიდე მე მაგის მერე კიდე რაღაცა გამოიგონა ნეტაი დამემახსოვრებინა უნდა ჩამენიშნა იქ. და კიდე რაღაცა გამოიგონა რამაც ის არის ასევე ცუდი შედეგი მოუტანა სამყაროს რა და what რაღაცა მეგობარი არ ყავს, ვიღაცამ არ გითხრა, დედამ არ დაგტუქსა, what the fuck. რატომ გვიფუჭებ ყველას ცხოვრებას? ხო და არ დაგავეწყოს ასე და მაგაზე ვფიქრობდი რომ ანუ თქვათ 80 წლის აი იმაზე რომ ვლაპარაკობთ რომ კლიმატის ცვლილება რაღაცები ანუ ეხლა ცხვარიან ის ადამიანები ვისაც ფეხებზე კიდია კლიმატის ცვლილება მაგრამ რამდენად მოკლედ დრო განაპირობებს და რამდენად ადამიანები განაპირობებენ თავის ამ სოფხედულობასაც კი არა მაგრამ აი ფასეულობებს რა მაგაზე ვფიქრობდი რომ ანუ ეს ტიპები ვისაც ეხლაც ფეხებზე კიდია პირობითად 80 წლის მერე კიდევ უფრო წინ რო წავა რაღაცეები მერე უფრო ესეთი ტიპები aware იქნებოდნენ და ეს აეროზოლის გამომგონებელი ტიპი მაგალითად ეხლა გამოიგონებდა თუ არა ისეთ რაღაცას რაც სამყაროს დაანგრევდა თუ უფრო მეტად გათვითცნობიერებული იქნებოდა თქო აი მაგაზე ვფიქრობ რა რამდენად განაპირობა იმ ერამ რომელშიც დაიბადა და რამდენად განაპირობა უბრალოდ იმას რომ რა ვიცი სუდი ადამიანი არის რომელსაც ფეხებზე კიდია ოზონის შრე საინტერესოა ხო არ ვიცი ეს ხოთა შორის ხო მაგრამ იცი როგორი რაღაცა არის არ ვიცი შეიძლება ალბათ დღეს უფრო გაუჭირდებოდა რაღაცების მიხვედრა მე შეიძლება არ შეიძლება უპირიქით
გააჩნია როგორი ადამიანი იყო რა, იმიტომ რომ აი სხვათა შორის მაგაზე ოზონის თემაზე ამბობ მე ავი ბავშვობაში მახსოვს ჯერ კიდე რომ იყო მაგ თემაზე ლაპარაკი რომ ოზონის შრე ძალიან დათხელებული არის და მეც მახსოვს შეწყდა ამ თემაზე ლაპარაკი მეც მახსოვს და ამ ვიდეოს მე გავიგე რომ შეწყდა იმიტომ რომ რაღაცა გაგვიკეთებია მოგვარდა ხო და მაგაზე არის ხოლმე სულ ლაპარაკი რომ აი ეს ეგზისტენციური საფრთხე რომ დაუდგა პლანეტას და რომ მოინდომა ხალხმა მართლა ამაზე რამის გაკეთება მათ შორის მთავრობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ყველა რომ შეთანხმდა რაღაცაზე გაკეთდა და მაგია ხოლმე რა იმაზე არგუმენტი გლობალური დათბობის ამბავში რაღაცების თემაზე ხო და იმდენად რამდენადაც ეხა ყველაფერზე რაღაცა სკეპტიციზმი არის წამოსული და ხალხს იმის სწავლება გვიწევს ახალიდან რომ დედამიწა მრგვალია თუ ბრტყელია მაგამდე ვართ ანუ იმ რაღაცა მეინსტრიმში არის უკვე გამოსული რაღაც 7 დოკუმენტური ფილმი მაქვს მარტო მე მგონი რომ მრგვალია ანუ მანამდე თუ მხოლოდ გლობუსი იყო საკმარისი იმისთვის რომ ადამიანს დაგეხსნა რომ დედამიწა მრგვალია ეხლა 7 დოკუმენტური არის დოკუმენტური ფილმი რომელშიც ყველაში ეს ფლეთერსები ფეილდებიან თავიანთ ექსპერიმენტებში რომ თვითონ ამტკიცებენ რომ მრგვალია მაგრამ აი არ შეერათ ანუ ამ დღეში ვართ და მე მგონია რომ ხო აი მანამდე უბრალოდ ფიზიკის მასწავლებელი და რაღაც გეოგრაფიის შეიძლება და საკმარისი ყოფილიყო და ეხლა ანუ ხალხს სცენარი აქვს დასაწერი ბიუჯეტი მოსაპოვებელი და საჩალიჩო ამდენი როცა შეეძლოთ რომ უფრო ფან რაღაცები გადაეღოთ ხო და ისა რა ქვია ხო ალბათ მე მგონი ეხლა რაღაცა ძალიან ცუდი საინფორმაციო ციკლი გვაქვს რა ეს მგონი მე მგონი overload-ია და რაღაც ვეღარ ხო აი მანამდე იმაზე რომ ამბობდი ჩვენი ისა რა ქვია ეჩვევაო თუ არაო და ეს იგივე არის თქვა ტექნოლოგიებთან მიჩვევაც რა ანუ ამდენი ინფორმაცია სულ რაღაცა ნოტიფიკაციები ეს მენტალური ჯანმრთელობის საკითხიც მაგიტო დგას უფრო მწვავედ რომ ეგ ყველაფერი პირდაპირ მაგაზე იწვევს გავლენას იმიტომ რომ რავი მანამდე თუ თოხი მეჭირა და თოხნიდი და მეტი არაფერთ არ წუხდებოდი მაგ მხრივ, ანუ ჩემს მენტალ ფიზიკურად შეიძლება დაღლილი ვიყავი და რაღაცა უფრო დავტვირთული ვიყავი, მაგრამ მენტალურად მაგდენი overload-ი არ მქონდა, მით უმეტეს მიწასთან მუშაობა და ეგეთ რაღაცები ძალიან განტვირთავს და ეხლა ეგ ძალიან ბევრი ტექნოლოგიებთან კავშირია და ვერ დაეწია მაგასაც ჩვენი ჭკუაგონება, ჯერ არ ვართ მისული, ამიტომ ჩაგვანაცვლებს ყველას. ხო, და მე მაგ ჭკუაგონება თან ამითი დაიფლუდა რა, ანუ იქ ხო ტიპი სამეგრელოდან 1870 წელს რომ იმას ამბობს რომ ხალხს გააგებინეთ რომ მეორე წელს არ იქნებაო ეგ ორი ეხა გავარდა იმაზე რა ქვია ჩვენ ეს Facebook-ი და სოციალური ქსელები და რაღაც თემები რომ გაიჩნდა მაშინ გახსოვს ჩვენ მართლა გვეგონა რომ they are making the world a better place და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ეხა ყველას აღაზევებს და ყველანი განათლდებიან და უკეთეს სამყაროში ვიცხოვრებთ და უცებ აბსოლუტურ მძღნიერობა შემოგჩათ სინამდვილეში ბიბლიოთეკა პატარა იმაში შენი ხელის იმაში და ამ დროს რავი ისევ იმას რომ დედამიწა ბრტყელი არ არის მაგის მტკიცება რო გეწევს ხო მაგაზე სხვათა შორის ბოლო პერიოდში ამაზე უფრო ცლად მინდოდა რაღაც მაგრამ ვახსენებ slightly და მე თუ საინტერესო იქნება და მანამდე ვარ დამავიწყდა ყველაფერი იმიტომ რომ რაღაცებს რომ უყურებ და ვკითხულობ მე ეგრევე მავიწყდება ხოლმე და ძირითადად რაღაცები მომახსოვრდება ხო და მაგაზე ზუსტად ორი წიგნს მოვუსმინე ბოლო დროს ერთი ეს იყო როგორ დავამარცხოთ დიქტატორი რომელიც ახლა გახდა ძალიან ისეთი პოპულარული და მან ძალიან ბევრი აქვს ამ ავტორს ლაპარაკი სოციალურ მედიაზე და მის გავლენაზე, იმიტომ რომ ფილიპინები მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე Facebook-ის აქტიური მოხმარებით ყველაზე აქტიური ქვეყანა ყოფილა რა და პირველი ეს ბოტების და ტროლების ქარხნები და ეგეთ რაღაცები ფილიპინების Facebook-იდან წამოვიდა. და ანუ მთელი ეს უსაფრთხოების თემები და დეзинფორმაციასთან ბრძოლა და რაღაცები, მოკლედ ძალიან ჩვენ რასაც გავდივართ, ეხლა იქ იყო უდიდესი კიდე უფრო მეტი მასშტაბით რა.
და მან თქონდა ლაპარაკი იმაზე, რომ თავიდან ზუსტად ეგ მოლოდინი რო ქონდა, რომ აი სოციალური მედია და რაღაცა და თვითონ ძალიან აღტკინე, იმიტომ რომ ჟურნალისტი არის და კიდევ უფრო მეტად რა თქმა უნდა მოწონდა ეს შესაძლებლობები, რომ ციფრულ მედიაში უფრო ადვილად გაავრცელებდნენ ინფორმაციას და ასე შემდეგ. მერე ნელ-ნელა როგორ შემოტრიალდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ალგორითმიც და ყველაფერი ისე იყო მოწყობილი უკვე და Facebook-მა დაიწყო მაგაზე ზრუნვა, რომ პროფიტი დაეწერა, რაც შეიძლება მეტი და ეს დეზინფორმაციასთან ისე ბრძოლას გამოდიოდა რომ რაღაცა იმას რა ქვია free speech-ის შეზღუდვა რო არ ყოფილიყო და რაღაცები და ამიტომ 1000 ნაგავი და რაღაცები ტრიალებდა და ბევრი წიგნია სხვა შორის ახლა და ბევრი ადამიანი რაღაცნაირად გამოვიდა და კიდე ერთი მეგობარმა მირჩია და დაგიგმილი მაქვს იმის მოსმენა Facebook-ში მომუშავე ქალს აქვს კიდე ერთი წიგნი დაწერილი მაგაზე რომ როგორ ხდებოდა ეგ ყველაფერი რა რომ თავიდან რო ეგონა რომ რაღაც კარგისთვის კარგზე მუშაობდა და რომ სინამდვილეში იმაზე იყო აქცენტი რომ რავი ანუ ადამიანი თუ რაღაცას დასერჩავდა რომ რაღაც რა ვიცი წონაში დაკლება უნდა რაღაც ისეთ კონტენტს რო უგდებდა რომ ანუ ფუფუკანი ხარ მახინჯი ხარ ანუ უფრო მეტად რო დეპრესიაში ჩაეგდო და ამისგან გამოეწვია ის რომ იმას უფრო მეტი რაღაცები ეყიდა რა რაც უკეთესად აგზნობინებდა თავს რაღაცა სტატია იყო ეხა რომ თინეიჯერ გოგოებზე ქონიათ ალგორითმი აწერილი რომ selfies თუ წაშლი და ეს იმას ნიშნავდა რომ თუ შეფასება დაუვარდა და ამიტომ რეკლამები მიდიოდა იმისი რა ქვია რაღაც კი ზუსტად ხო და მე მგონი აი მაგ წიგნიდან გაბაზრდა თუ არ ვწდები ეგ რაღაცები მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვე წამოიწია იმაზე ლაპარაკი რომ უკვე მეტი და მეტი ადამიანი ვინც ემუშავებოდა Facebook-ს და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს stepping forward აკეთებენ და ლაპარაკობენ. ხო, და ლაპარაკობენ იმაზე, რაც შენ უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცით. კი. ანუ მადლობა, გაგვლახენ უკვე. ხო. ანუ უკვე ფული რო გააკეთე ძმაო და პენსიაზე წახვედ და საკმარისი რო გაკეთე, ხა მოდი და მე ლაპარაკებ ზუკერბერგი როგორი ცუდი ტიპია. ხო და იქ მოკლედ ამ დიქტატორის მასში წიგნში არის ერთი მომენტი სადაც ეს ყველაფერი მოკლედ ფილიპინებში ეს დეზინფორმაცია რო დაიწყო და ეს რაღაცა უკვე ანუ პოლიტიკაზე ეგეთი გავლენა რო ქონდა და ტროლბოტების ქარხნები და ეგეთები რო ქონდათ რა იქ ზუსტად ძალაუფლებაში მყოფ ხალხს ზუკერბერგს ველაპარაკეო რაღაცაო და ესე უთხარიო რომ 99%-ო თუ რაღაცაო ფილიპინელების Facebook-ზე არისო თუ რაღაცო რა და აი ამსეთი გავლენა აქვს და რაღაცა და ამას უთქვამს რომ და ის 1%-ო სად არისო ხო და მან ანუ თავიდანო ვერ მივხვდიო სუსუ ახალი იყო და ახალი დაწყებული ქონდა ზუკერბერგთან კომუნიკაცია და თავიდანო ვერ მივხვდიო და მერეო რამდენიმე წლის მერე ყველაფერს ძალიან დაენძრა მან მივხვდა რომ რამდენად სხვაგან იყო მისი გონება და სხვა რაღაცაზე მომართული ხო და მე იმაზე ვფიქრობდი იდეაში რომ სუსუ თავიდან საერთოდ რა იდეითაც დაიწყო Facebook-ი, რომელიც ანუ იმის ადამიანების რენკინგით რო იყო hotness-ის მიხედვით კამპუსზე. ანუ ალბათ მაგ ეგიდით დაწყებული კომპანია ვერასდროს ვერ გახდებოდა ის რაღაც და მარტო იმიტომ რომ ეს ნერდი არის არ ნიშნავს რომ კარგი ადამიანია რომელსაც სამყაროში უკეთესობისკენ უნდა და უბრალოდ კომპლექსები ქონდა რომელსაც იკმაყოფილებდა იმით და რაღაცა შნოდა ის გააჩნდა რომ შექმნა ეს პროდუქტი. ისიც ნახევრად ვიღაცებ გადააგდო. ანუ ეხა უფრო make sense ყველაფერი რაც social network-ში იყო. ხო და ეგეც ნუ იდეაში მან ჩვენ მე მახსოვს იმიტომ რომ ძალიან ბევრი გახს ჯერ ადლაკნასნიკები და რაღაცეები რო იყო გახსოვს ეგები და ნუ მე უცებ რო ეგენი რო შემოიყარა ეგ ძალიან ახალი ის პროდუქტი იყო და მართლა რაღაცა ძალიან სხვა სამყარო Facebook-ამდე და Facebook-ის ეპოქაში სხვადასხვანაირი იყო კომუნიკაციის ამბავში რა. ერთი ანონიმურობა შეგეძლო
ქონოდა ონლაინ წლობით, ისე რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებდა ვინ იყავი რა, ფორუმ-ჯიზე მაგალითად დღემდე არიან ისეთი იუზერები, რომელიც მარტო ორმა ადამიანმა იცის ვინ არიან, მაგრამ იმ სოციალურ ქსელში ლეგენდარული ტიპები იყვნენ რა და აქ უცებ ეს ყველაფერი ხო შემოიყარა და ეს მართლა პოზიტიური რაღაცა იყო რა, იმიტომ რომ სუმაგაზე ევანგელიზმი, გახსოვს social media ევანგელისტი იყო ეგეთი პროფესია, ინფლუენსერამდე იყო ეგეთი social media ევანგელისტი, ხო, რომელიც ლაპარაკობდა social media და სოციქსელების იმაზე, რა ქვია, პოზიტიურ თემებზე. და მე უცებ მოვიხედეთ და გავიხედეთ, რომ თურმე 500 მილიონი ადამიანის მონაცემები სადღაც dark-web-ში ყრია და Facebook-ს სუპეხებზე კიდია ამ ყველაფერს. შესახებ ყველაფერი და რაღაც, მაგრამ იქ რაღაც privacy სისტემები საერთოდ ხალხმა ხო არ იცოდა და მე ჩვენ ვწავლობთ, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ ჩვენ გვიწევდა ხოლმე სტატიების ბლოგებზე და ეხა რომ ყველას პოდკასტი და ვიდეო ბლოგი აქვს, მაშინ რაღაცა 5 ბლოგერი იყო და მე 10 და რაღაც ეგეთ პონჩი და იქ სუმაზერზე ვწერით რომ ხალხო რაღაცა აპლიკაციას ნუ აძლევთ passwords და წვდომას თქვენს პირად მიმოწერაზე და ეგეთ თემებზე და ეს ყველაფერი ბოროტი ადამიანები ვინც იყვნენ იმათ ხო დაამუღამეს უცებ რა იყო და თან პახოთ ძალიან wild west-ი იყო რა, ანუ არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობდა. ოღონდ ჩვენ ამ დროს ამ social media ევანგელისტებს და ენთუზიასტებს გვეგონა რომ მარკ ცუკერბერგის ნაირი ნერდი ბიჭები ბეჯითად ისხდნენ და ველა შეცდომას ასწორებდნენ რომ ჩვენ უსაფრთხო კომუნიკაცია გვქონოდა ერთმანეთთან. უსაფრთხოდ გვეჩათავა სისულელეებზე და ფერმა მოგვეწელა ძროხები. აუ მე კიდეც რა მახსოვს ეხლა რომ ახსენე ეგ ძველი Facebook-ის ამბები. ერთ პერიოდი რაღაცა კოდში რომ გაუსხათ და ხალხის ნუდები რომ და secret chat-ები რომ გამოიყარა. და იცი რა, ეხალანდელი პერსპექტივით შეიძლება ეგ სპეციალურადაც კი იყო გაკეთებული იმისთვის რომ რაღაცა ბაზი აწეულიყო. არც ეგ გამიკვირდება უკვე. იმიტომ რომ ანუ რაღაცა ისეთი გამაზვა არის ეგ ძალიან ისა რომ აი სტაჟიორი იჯდა კომპიუტერთან ცოტა არ მჯერა. მე მგონი რომ შეიძლება რაღაცებს სპეციალურად იყო, იმიტომ რომ მე მოკლედ იქ ცალკე ადამიანი იყო, რომელიც ამაზე რა ქვია profitability-ზე მუშაობდა და აი ალგორითმებს როგორც იგონებდნენ იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ფული დაეწერათ რა ამ ad view-ებზე და რაღაცებზე, აი კიდე ცალკე მანქანა იყო აწყობილი აბსოლუტურად არაეთიკური. ხო და ხო, ძალიან ის ვიყავით. მაგრამ ნუ ჯამში მაინც ის არ ვარ Black Mirror-ისტი. მაინც ისა მომწონს ტექნოლოგიური advancement-ები. უბრალოდ ბევრი სხვა რაღაცები მოყვება რა. ეგეც ადამიანების ბრალია სინამდვილეში, ანუ უნდა კონცენტრირდეთ იმაზე, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს შევაჩეროთ კი არა, ადამიანების ცნობიერება განვითარდეს და ემპათიის უნარები და ასე შემდეგ და ვიღაცებმა უბრალოდ უფრო მეტად უნდა იზრუნონ, ანუ ფეხებზე არ უნდა გეკიდოს. და if you care მე უფრო მარტივია და იგივე ისეთ ადამიანებს თუ ასაქმებ, რომლებსაც ადარდებთ და მაგალითად ერთი რაღაცის ეს რაღაცას რო აკეთებ, მეორე ხელით მეორეს არ გააფუჭებ, ეგ რო გაითვალისწინოს, ხო, შორის თანამედროვე სამყაროში რაღაცნაირად ახალგაზრდებში და ის სკოლის მოსწავლეებთან რომ ქონია შეხება ამ ტექნოლოგიების ამბავში, არის უკვე წამოსული sustainability-ის თემები და რაღაცები რო eco-friendly როგორ იყოს და აი რაღაც მინიმუმ აი შეიძლება ვერ ხვდებოდა ეგ როგორ გააკეთო და შეიძლება რაღაცა ერთი ხელით აკეთებდა მეორედ აფუჭებდა, მაგრამ მინიმუმ ინტენტი იქ არის რა და მე უკვე დააწევ ცოდნასაც ისე რომ ის ინტენტი შეასრულო რაღაც მოკლედ ესე მგონია. Reg awareness, ჩემივე თავს რომ უპასუხო მანამდე რასაც ვжелოდი. Awareness-იც თავისას შვება. Okay. ხო, არ ვიცი, მე ეგრე ოპტიმისტურადაც არ ვარ სიმართლე რომ გითხრა გამწოვილი.
ხო, არა, ეხლა ჯამში რო გითხრა რომ კაცობრიობის წამს თქო მოგატყუებ, მაგრამ საერთო ჯამში იქიდან გამომდინარე რომ სპირალზე მოძრაობთ, მაინც რაღაცები უფრო გათვალისწინებულია ვიდრე ადრე იყო. მინიმუმ ის რომ რა ვიცი, ხვედი გვაქვს მანქანაში. ანუ ძველ მანქანაში ხვედია რა ის იყო, არაფერიც არ იყო. ხო და არ ვიცი. ნუ რა იმედი მაქვს ეხა იმ ესე არა ვარ რა ქვია ძალიან ნიჰილისტურად განწყობილი, მაგრამ ეგრე ოპტიმისტურადაც არა რა, მაგრამ ხო ალბათ იცი როგორ რაღაცა დავეწევით. ხო, ნობიერებითაც არ ვიცი შეიძლება. შეიძლება ვერც ვერ დავეწიოთ და ეგ იყოს კაცო. მაგას გვეჩხუბება რა გრეტა თუნბერგი და მე აქედან რაღაც ჩვენს ბაბლებში მდარი მილენიალები დასცინიან მაგ ბავშვს და მაგიტომ არ მაქვს რაღაცეები. აუ ხო, არ ვიცი, გრეტასთან დაკავშირებით, მოკლედ ძალიან ის ვარ. არა, მაქვს ჩამოყალიბებული მაინც ის, ანუ მე არ ვაჰეითებ, მაგრამ რატო აჰეითებენ ეგეც მივხვდი ამას წინ უღონ მეზარება მაგას ისა ანუ რაღაცები არის თუმცა მანდის არის რომ მოკლედ გრეტასნაირი ადამიანი აი აქტივიზმის მოკლედ საჭირო დანიშნულება ის არ არის რომ ადამიანებს მოწონდე ეგეც არის და მე ამ შემთხვევაში მისი როგორც environmentalist-ის აქტივიზმი მაინტერესებს იმის იქით რას შეიძლება ამბობდეს და რატო შეიძლება ვიღაცისთვის აჰეითებდეს ეგ აღარ არის საინტერესო იმიტომ რომ ეგ ძალიან სხვა თემა არის იმიტომ რომ პრიორიტეტების ამბავია რა ანუ ეგზისტენსზე არის აქ ლაპარაკი და მაგის თუ ყველანი თუ დავიხოცეთ ეხა მე მიდი და მეკამათ ეხა მე მარცხენა ხარ თუ მე მარჯვენა რა who gives a shit ხო და მაგას მოკლედ გამახსენდა ეხა საქართველოს რო ჩამოვიდა გავაჟღერებ უბრალოდ ამაზე შეფასება არ მაქვს მაგრამ საქართველოს რო ჩამოვიდა მოკლედ ეს ბაქოს ის რაღაცა ხაზი რო არის ჩვენთან ბაქო ჯეიჰანია იგივე თუ არა არ მახსოვს მაგრამ მოკლედ ეგ ჩვენთანაც გადის ეგ მილი მაგ მილის წინააღმდეგ გამოდიოდა იმიტომ რომ აზერბაიჯანის ის არა ქვია თავრობა რომ დიქტატურაში არის და მაგის ხარჯზე არის მოკლედ მაგ environmentalistები კი ბატონო არ ვიცი რატომ გამოდგა ესეთ რთული ბრეკეტ ხარ დავაბრუნო ხო და მოკლედ ამ გავლენასაც აჰეითებენ და პლუს ის რომ დიქტატურის ხელშია რა და მან ის იყო მომენტი რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ხაზი იმიტომ რომ ჩვენთვის leverage არის ასევე დასავლეთთან სალაპარაკოთ ეგ ისა და შესაბამისად ცოტა ერთი ხელით რაღაცის გაკეთება და მეორეთი გაფუჭება გამოდიოდა რამდენადაც გავიგე სხვა ადამიანებისგან ვინც ასე თუ ისე ჩახედილია მაშინ ამიტომ მე არ ვიცი შეფასებას ვერ გავაკეთებ იმიტომ რომ საკმარის ინფორმაცია არ მაქვს და აღარ შემეძლია მაგდენ რაღაცების გაანალიზება. მაგრამ მოკლედ ეგ იყო ისა. რაც ანუ მესმის უბრალოდ ისევ და ისევ იმ აზრამდე მივედი ეხლა ოღონდ რომ და ბევრი ზოგადად ეხლა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე აქტივისტებს რო აკვირდები რომლებიც შეიძლება მეც არ მომწონდნენ ესე როგორც ადამიანები რა, მაგრამ აქტივიზმის მოკლედ შინაარსი ხალხისთვის თავის მოწონება არ არის საერთო ჯამში არის ყურადღების მიქცევა რაღაცა ქოზისადმი და შეიძლება ხო რაღაცა გზად იყოს უგულებელყოფილი. აია თუ ცუდი არ ვიცი ოღონდ ლეველებს გააჩნია, მაგრამ მოკლედ აქტივიზმზე დიდი ხანი კი არა და ბოლო პერიოდია ძალიან მეფიქრება ჩვენი პროტესტის ჭრილშიც. და მივხვდი რომ მოკლედ აქტივიზმის სხვა რაღაცაა. და ჩვენ ჯერ კიდევ გააზრებული არ გვაქვს რაღაცების განცალკევება ერთმანეთისგან. და მაგიტოა მე რომ აი ის არ მომწონს ეს ესე რატო ქენით იქ აღარ მოვალ და რაღაცებს რო იძახიან და ეგ big pictures არ უყურებენ. ანუ ხო იმ კონკრეტული აქტივისტის შენი მოწონება არ მოწონება არაფერ კავშირში არ არის იმ ქოსთან რომელიც გადარდებს რა. და მერე თან ის არის ჩვენ რეალობაში მაგას მოკლედ რაღაცნაირად ვერ იაზრებენ
ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ვერ ხვდება ჯერ კიდე მოკლედ რაღაცებს და მე აი ამ პროცესებმა ძალიან დააჩქარა ეგ, რომ ბევრი ეგეთ რაღაცების გადაფასება დავიწყე. სულ თუ არაფერი, მარტო ის, რომ ძალიან მეცინება, რომ აი ესე ლიბერალებს ვისაც გვეძახიან ესე კრებსით, რომ გონიათ, რომ ყველას ერთმანეთი, ანუ ჩვენ ერთნაირი, ყველა ერთნაირი ვართ, რომლებიც რაღაცა ერთი სასტავი ვართ თუ რაღაცა ეგეთი რა. და სინამდვილეში რომ ერთმანეთს რო არ გვევასება ძალიან ბევრს. და ერთმანეთსაც ვერ ვიტანთ. არიციან. და იმად გონიათ, რომ აი ან ლიბერალი ხარ, ან ისა ანტი. და ეს ორი გზის არსებობს და ამ ლიბერალების შიგნითაც რაღაც ბევრ რაღაცაზე ერთმანეთშიც რო ვერ ვთანხმდებით, მაგრამ bigger picture-ში რაღაცებზე ვთანხმდებით ზოგად საკაცობრიო რაღაც ადამიანების უფლებების და რავი რაღაც მინიმუმის რო ჰომოფობია არ უნდა იყო, ისიც ზოგი შემთხვევაში დაიჭუა, მაგრამ ნუ კაი. ეგეთ რა, ანუ მაგას ვერ ხვდებიან, რომ მაგის იქითაც არის რაღაცები და რო იძახე, რომ აი განსხვავებულ აზრს პატივს არცემთ და მაგას დიდი ხანია ვფიქრობ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ეგ ადამიანი ვიყო, რომელიც განსხვავებულ აზრს პატივს არცემს კი არა. პატივის არცემა ცოტა ისეთი ფორმულირება ამას წინათ სტატუსად მეწერა, ეგ რომ ძალიან ცოტა ადამიანს ვცემ პატივს და კიდე ვიღაცებს აზრებს რომ პატივს it's too much. ანუ პატივის ცემა არა, მაგრამ ის რომ მიმღებლობა არ მქონდეს ვიღაცის განსხვავებული აზრის არ მინდა ეგ ადამიანი რო ვიყო. იმიტომ რომ მე ჩემთვისვე სავნოა იმ ხრივ რომ გონია რომ უფრო მეტად დამეხშობა გონება რა. თუ ალტერნატიულ რაღაცებს არ შემოუშვებ at least და ყველაფერზე დიფენსივში ვიქნები. მაგრამ რაღაცები არ არის განსხვავებული აზრი. ანუ რაღაცები ჰეითი რო არის უბრალოდ და უგუნურება ეგ განსხვავებული აზრი რო არ არის რა. აი მან გვერევა რაღაცები და ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი არის, რომელსაც ჩემსგან განსხვავებული აზრი აქვს ბევრ რაღაცაზე და სულ კამათობთ. და ბევრს ლაპარაკობთ ამაზე, მაგრამ ამისგან ფუნდამენტურ რაღაცებზე არ გვაქვს ისა. Very good point. შესაბამისად, ყველა ჩემი მეგობარი ჩემნაირი არ არის და ღმერთმა დამიფაროს, რომ ყველა ჩემნაირი იყოს. კიდევ კარგი, რომ განსხვავებულები არიან და სხვა რაღაცებს, სხვა პერსპექტივიდანაც მანახებენ ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანი ის იყო, რა ქვია, მოსაზრება ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების აღსაწერად მათთვის, ვისაც არ იცის ეგ რა არის. ძალიან კარგი და ჩემი აზრით უნდა მოჭრა და ცალკე უნდა დადო ეს ნაწილი. შენ იქნებ მომიჭრი და ოკეი. მაგრამ მაგაზე ხო, მაგრამ მოკლედ კი, ამიტომ ძალიან ბევრს ვფიქრობ რა მაგაზე ზუსტად იმიტომ რომ ჩემ თავზე ვფიქრობ რომ აი მართლა ეხლა მე ამას იმიტომ რომ განსხვავებული აზრია თუ ანუ იმიტომ რომ დავიღალე ამ რაღაც გაправებებით რომ ყველაფერი ყლეობა რაც კი თავში მოვა ადამიანს რომელსაც ორი წიგნი არ აქვს წაკითხული ან რაღაცი დაგუგლო არ უნდა უბრალოდ იძახის რომ განსხვავებული აზრი აი როგორც რავი ანტივაქსერიზმი განსხვავებული აზრი არ არის unless you have researched that shit იმაზე უკეთესად ვიდრე ის ადამიანები ვინც რავი გეუნებიან რომ უნდა აიცრა სხვა მხრივ აი რაღაცა მე ესე მგონია და რაღაც უზმოზე ნიორი ვჭამე და ანუ shut the fuck up შენი აზრი თუ ჩამოყალიბებული არის მცდარ ინფორმაციაზე მე უნდა გითხრა შენ რომ მცდარი ინფორმაცია და თუ შენ ამას არ მიიღებ მაშინ არც მე არ ვიღებ რომ შენ მცდარი ინფორმაციაზე დაფუძნებულ აზრს და არ არის განსხვავებული აზრი ეგ არის დეზინფორმაცია ბატონო და შესაძლოა შენ შეგიძლია ამ თემაზე ილაპარაკო და კაი ჯანდაბას შენი თავი ილაპარაკე მაგრამ მე მოვალ და ვეცდები რომ შენი ხმა გადავყავო იმიტომ რომ დებილობას ლაპარაკო კი და მე ნუ მესიზამ დაიწყებ იმაზე ლაპარაკს რომ გიზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას რაღაცა ანუ იმიტომ რომ დებილობას თუ იცახი დებილობა არის
სხვათა შორის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე უნდა ვთქვა ეგ რომ მე არ ვიცი ქართულ სამოქალაქო და ჩვენ აღქმაში როგორც არის ეგ გასაგები არის მაგრამ სხვათა შორის აი ამერიკაში გამოხატვის თავისუფლების პრინციპი ცოტა სხვანაირად არის და იმიტომ აქ როგორი რაღაცა იცი რომ გამოხატვის თავისუფლება შენ შეიძლება დაგირღვიოს მხოლოდ სახელმწიფო ანუ შენ თუ ვიღაცა ლიბერალი გეუბნება რომ დებილობას ლაპარაკობ აი ამერიკული freedom of speech-ის კონცეფცში ეგ არ არის ამის შეზღუდვა რა შენ თუ მთავრობა დაგიშლის რომ ეს აზრი არ გამოთქვა მაშინ არის განსხვავებული აზრის შეზღუდვა მაგრამ ანუ ჩვენ რასაც გვიკეთებენ ახლა ქვეყანაში ხო მაგრამ თუ შენი თანა რა ქვია მაგას მემამულე თუ თანასწორი ადამიანი რაღაცას გეუბნება ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს აი სხვათა შორის არათუ უბრალოდ კამათში იმაზე free speech აბსოლუტისტებმა რატო გააправეს მაგალითად კოლინ კაპერნიკი ეს რომელი კოტერბეკი რო იყო რომელმაც ჰიმნის დროს დაიჩოქა და რო გააგდეს გუნდიდან მაგ გააправდა რიცი რომ მისი გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდა იმიტომ რომ NFL-ი და მისი გუნდი ეს კერძო კომპანიაა და კერძო კომპანიას ვისაც უნდა იმას აიყვანს. გაიგე? თავრობას რო შეეზღუდა, მაშინ სიო. ხო და მე იგივე ხალხი კიდე რაღაცა დებილობებს ლაპარაკობს ხოლმე. ხო. ხო და ეგ ხო და არ ვიცი ხა აქ მაგ არგუმენტს ეგ აქვს რომ თავარი გამოხატვის თავისუფლების პრინციპი არის ის რომ მთავრობასთან არის ეგ კონფლიქტი რა სხვასთან ხო არავინ არ ჩაგაჯენს იმის გამო დადიხარ და იძახი რომ სამყარო დედამიწა ბრტყელია და არც უნდა ჩაგაჯინონ მაგაზე საერთოდ არ არის მაგრამ მან იმაზეა რომ მე როცა გეკამათები შენ მე და გეუბნები რომ ნუ არცელ ან გეტყვი რომ უგუნურებას ნუ არცელებ მე ეგ შეზღუდვად არ უნდა მიიღო თუ ანუ ის არის. ხო და აი მაგას არ ვიცი მაგი ჩვენ აღქვა და მოლოდი მეც ეგრე მაქვს იდეაში რა. ანუ გამჯდარი მაინც ეგრე მაქვს გამოხატვის თავისუფლებასთან ქართული მიდგომა მაქვს მაინც რომ ეხა ხუთი კაცი თუ ჩამქოლავს ჩემი აზრის გულისთვის მე ფეხებზე მკიდია ეხლა სასამართლოში იმას სამართლებრივად ამათმა შემიზღუდეს free speech-ი თუ არ შემიზღუდეს, ანუ შემიზღუდეს. გაიგე? ჩემი გადმოსახედიდან. ხო და აი აქ სხვანაირად არის პონტი რა. ხო და იმიტომ რომ მან ეგ ისიც კულტურაც ეს დებატების კულტურაც ხო თავიდანვე ისწავლება და ცოტა დისკუსიის თემა მე მგონი უფრო არის ვიდრე ჩვენთან ეხა ნელ-ნელა რაღაცნაირად ან ჩვენთან დისკუსია არ არის ჩვენთან ეგრევე გამოფიჭო გვერდზე და მე უშტიკრივი მაგით იწყდება ყველაფერი. ანუ ეხა ეგ უტრირებ, მაგრამ უბრალოდ მივხვდი რომ ჩვენთან დებატების, ანუ არავის სკოლაში დებატებს არ გვასწავლიან. ანუ არ ვიცი ეხლანდელ ბავშვებს რას ასწავლიან, მაგრამ ჩვენ დროს ეგეთი ის არ იყო და ამერიკაში ძალიან დიდი კულტურა არ არის მთელი ამ დებატების კლუბები როა და მთელი ამბები. ანუ ეგ რაღაცა პოინტი არის. კონგრესშიც იქ სხვა დებატები არის, აი პროფესიონალურ დონეზე სხვანაირად არის ეგ თემები კი ხო და არ ვიცი ხა ზოგადად ეგეთი ნებისმიერი აი შეზღუდვა ძალიან გამიჭირდა სხვათა შორის რაღაცნაირად მაინც გამიჭირდა ამასთან შეგუება იმით რომ ნებისმიერი ტიპის შეზღუდვაზე როდესაც არის ლაპარაკი შემზღუდველად ყოველთვის მოიაზრება სახელმწიფო. დანარჩენი ვისაც კიდე ხო, დანარჩენი მე კერძო ანუ მე მაქვს უფლება რომ ვიღაცა რომ ჩემს ფორჩზე ამოვა და მე თავი საფრთხეში ვიგრძენი ვინჩესტერი მივცე სახეში. იმაზე flat earth-ი რო შეხვდება ქუჩაში და სახში რომ მიათრეო რომ ფორჩზე. Winchester დაუშვა. There was James actually how he dare to disrespect. რგვალი დედამიწა. ხო, რამდენი ლაპარაკობთ კი არ ვიცი. მაგრამ არ ვიცი ასე ჩავხე. რომელზე მოგწერა. მე კი არაფერი, მაგრამ 1 საათი კი არის ამასობაში.
ხო და არ ვიცი, მე მგონი ვილაპარაკეთ ბევრი და კარგად. თუ რამე აღარ კი, მეც გონია რომ ეს არის. არა, ისეთი არაფერი, რაღაცები კი მქონდა ჩანიშნული, მაგრამ მოდი კაი გამომგონებლებზე თემატურად აქ მიებმება და აქ ვიტყვი. რომ ის TikTok-ზე მოკლედ რომელზეც ახლა უფრო იშვიათად რო შევდივარ, მაგრამ როცა შევდივარ რაღაცებს ვინიშნავდი. იყო ესეთი ისა, ძალიან საინტერესო კონტენტი იყო. საინტერესო არ ვიცი ახლა რამდენად ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ მოკლედ ძალიან ჩამithრია და ვერთობოდი. ვიღაცა კაცი იყო, რომელმაც 3D პრინტერით დაიწყო კიბის პრინტვა ბაყაყებისთვის, რომლებიც მის იმაში აუზში ვარდებოდნენ. და ძალიან ხშირად როგორ ჩანს რა და ვეღარ ამოდიოდნენ უკან და 3D პრინტერი ქონდა და მოკლედ დაიწყო ესა ექსპერიმენტი რომ როგორ რა მოიფიქრებინა რომ ეს ბაყაყები იქიდან ამოსულიყვნენ. თავიდან მე მგონი არა 3D პრინტერით და რაღაცით შვებოდა, მაგრამ საბოლოოდ მოკლედ მივიდა იქამდე რომ ამ 3D პრინტერით ბეჭდავდა ვარიანტებს და ტესტავდა რა მიმუშავა კარგად და ამაზე ვლოგებს წერდა TikTok-ებს რომ ესე იმუშავა, ესე არ იმუშავა და კაი ხნის წინ რაც TikTok-ით დავაყენე, მე მგონი მას მერე პერიოდულად მიგდებს ამას. ამას წინ რომ შევედი, მოკლედ ამომიგდო ისევ ეს კაცი და მეთქი, რა რამდენი ხანია არ მინახია ბაყაყები აუზში და თურმე უკვე ამას ბიზნესად უქცევია ეს ისა და ანუ პროტოტიპი რო გატესტა და იმუშავა, ეხა აქვს ანუ ყიდის ამ ბაყაყის კიბეს, რომელიც რაღაც არის adjustable არის, ყველანაირი მე აუზებს ერგება, რაღაც ორგანულად ჯდება ამ იმაში, შეგიძლია ზომები დაარეგულირო და ძალიან მომეწონა ეგ кейსი, რომ ანუ ტიპმა არაფრიდან და არ ამგონია რომ ეხა ეგ ის ქონდა რა გათოლა ხო ხტები ანუ უბრალოდ ბაყაყი იყო მის აუზში რომელსაც უნდა რომ დახმარებოდა ანუ პროსტა კი არ ამოიღო და გადააგდო ანუ პრობლემის გადაჭრა ოზონის შრეკი არ დაანგრია ბაყაყებს იმაში ანუ მისი ინტელექტი და გამომგონებლობა გამოიყენა იმაში რომ ბაყაყებს ეხმარებოდა ხო და მოკლედ გამოიგონა ეს ისა კიბე მე თუ ვიპოვე ისე ვის ვიდეო იქნებ სკრინი ჩავსვა და შეც გამოგიგზავნი რომ ესეთი ის არის adjustable არის ტივტივებს ანუ იმიტომ რომ წყალი რომ მოძრაობს ამანაც რომ იმოძრაოს და რაღაცნაირი ესეთი ღუზასავით ტიპი არის რომელიც ნაპირზე მაგრდება და იმას შეგიძლია წყალი ჩაასხა ან კენჭები ჩადო ესე რომ სიმძიმე დაიჭიროს და ეს ბაყაყი და წყლის დონესთან გააჩნია წყლის დონესა და ამ კიბესაც არეგულირებ ისე რომ ტივტივებდეს რა ძალიან საყვარლობა იყო და ეს სტარტაპად აქცია ადამიანმა. ოკეი. და მე უცებ აღმოჩნდა რომ თურმე არსებობდა ესე ხელშეუხებელი ბაზარი უამრავი ადამიანის რომელიც აუზებში ბაყაყები ვარდებოდნენ და ეხა ეს ხალხი Walmart-ში რომ მიდიოდა რომ ენახო რომ რამე ბაყაყის გადამრჩენელი ხო არ იყო არაფერი არ იყო და იქ ვიღაცას რომ იკითხებოდა რომ ბაყაყისთვის რაღაცა გვინდა და ხო არ გაქვთ ისინი ფიქრობდნენ რომ ეს ხალი გიჟია ან კაცი და აუცებ არსაიდან გაიჩიტა ეს თემა პრობლემის გადაჭრით შეიქმნა ბიზნესი, ანუ არ ვიცი რამდენად მომგებიანია მისთვის და რა ხდება, მაგრამ very interesting. ანუ მინიმუმ რა ვიცი, ერთი ბაყაყიც რო აი თან ალბათ ძვირიც არ უჯდება მაგის წარმოება ამ 3D პრინტერით. იმედია თან მაგისთვის სამსახურიდან არ წამოსულა. ხო, არა, მაგრამ აი შუქის ფულს რო იხდიდეს ყოველთვე ძალიან ბედნიერი იქნება დამიჯერე. Okay. რა იყო? მე მეძაღლი წუწყურე. გარეთ გინდა? მოდ. ხო. ისმენთ. კაი. ამ ნოტაზე, ისო, დაგვალაიქეთო, დაგასაბსკრაიბეთო. დაგვიკომენტარეთო. Okay. კაი. და ნახეთ რა საინტერესო თემებს ვეხებით ხოლმე და უფრო მეტმა ხალხმა რომ ნახოს, განსაკუთრებით ნაინოს ინსაიტები ქართულ საზოგადოებასა და პროტესტთან დაკავშირებით უფრო მეტად დაალაიქეთ. უბრალოდ რომ დაალაიქოთ, ეგეც კი საკმარისი იქნება. ანუ იმედია ისმის ამის ყეფის ფონზე. აქ მაინც ცოტა. Okay. ანუ შენი ლაპარაკი ისმის იმედიათ. ხო, არ ვიცი. თორე ამის ყეფა.
Unless you speak ძაღლების თუ გვისმენენ, ბაზარი არ არის, მაგრამ რავი, ძაღლები თუ გვისმენთ და გინდათ ეს კონტენტი, დაალაიქეთ. მოკაჩეთ უბეზე თქვენს იმას პატრონს, რომ დაგვალაიქოს. რა დაგვალაიქოს. ხო და მადლობა რომ გვისმენთ, გავაგრძელებთ ტრანზიტულ ეპიზოდებს ეს პერიოდი და დაგააპდეითებთ ბარბარასთან დაკავშირებით, ოდეს დაგვიბრუნდებოდეს. მაგრამ ჯერ მე მგონი, რა ვიცი, ვაცლითან რავი, უფასოდ თავის ენთუზიაზმზე ამ პოდკასტს აკეთებს და არ მგონია რომ შვილთან ყოფნაზე მეტად ეპიზოდების ჩაწერა უდოდეს, რამდენად იმედი არ გვიწყენენ ჩვენი მსმენელები, რომ შვილი არჩია ამ ყველაფერს. მაგრამ აუცილებლად მოვიკითხავთ, რაც შეიძლება მალე რომ დაგვიბრუნდეს. მადლობა რომ გვისმენთ და საბა ჩამოვა ევროპაში. გამარჯობა ნაინო, ბარბარა, საბა, ხალხო და ჯამაათნო, მე ლევანი ვარ თბილისიდან და ვეცდები მოკლედ და მარტივად აგიხსნათ, თუ რატომ არის წინა ეპიზოდში ნაინოს მიერ ნახსენები საჰარას ქვიშა გამოუსადეგარი სამშენებლო ინდუსტრიაში. აქვე დავსძენ, რომ არა მხოლოდ ზოგადად უდაბნოს ქვიშა, არამედ ზღვისა თუ ოკეანის ქვიშაც გამოუსადეგარია. მიზეზი კი მათი მოლეკულების განლაგებაში იმალება. პირველ რიგში უნდა აღენიშნოს, რომ ქვიშა მშენებლობაში, სახელდობრ კი ისეთ მშენებლობაში სადაც ბეტონი გამოიყენება, ისეთივე ფუნდამენტური ინგრედიენტია, როგორიც მარილი თუ შაქარი კულინარიაში. იმისათვის, რომ ქვიშა სასურველად შეერწყა სხვა სამშენებლო ინგრედიენტებს, როგორიცაა მაგალითად ცემენტი და წყალი, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მოლეკულური აგებულება განლაგება. მაგალითის სიმარტივისთვის წარმოედგინეთ ჯიგსო ფაზლი, სადაც ყველა ნაწილი ერთმანეთში იდეალურად ჯდება, რადგანაც ამ ნაწილებს წახნაგებით უჭრილებია, ამისათვის აქვს გაკეთებული, ხო? სწორედ ასეთი უნდა იყოს სამშენებლო ქვიშა, ხოლო უდაბნოსა და წყლის ქვიშას 1000 წლეულების განმავლობაში ქარისმიერი თუ წყლისმიერი ეროზიისა და სხვა ზემოქმედებათა შედეგად ზედაპირი მოგლუებული აქვს. ინგლისური სიტყვა რომ ვიხმაროთ, გადის polishing process. წარმოიდგინეთ ბილიარდის ბურთები, მათ ხომ ვერ მიაკრავთ ერთმანეთს ან ჩასვამთ ერთმანეთში. ხოლო ნაღდი სამშენებლო ქვიშა, კერძოდ საქართველოში ვთქვათ, მიიღება ძირითადად მთის მდინარის ნაპირებზე მოპოვებული რიყის ქვისაგან. ამ ქვებს ეგრეთ წოდებული დრაბილკებში ლეწავენ და ფქვავენ, მალევე კი მშენებელთან იგზავნება. ამ ბოლო მაგალითისთვის წარმოიდგინეთ ხრაშუნა ორცხობილა, გადატეხეთ შუაზე ორ ნაწილად და მაშინვე მიადეთ ერთმანეთს. ისინი იდეალურად მოერგებიან. ამ პრინციპით მუშაობს სამშენებლო ქვიშაც. სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.